Paraskev დღეც დადგა და მოკლედ ყველაფერი მზად არის საიმისოთ, რომ წარმოგიდგინოთ ზედმეტი შესწავლების გარეშე სავის მმართველი პარტნიორის მარიამ ქოიავას საავტორო რუბრიკა ბიზნესი 360 გრადუსით. მარიამ ქოიავა უკვე სტუდიაშია და სულ რამდენიმე წუთში დავიწყებთ საუბარს. დაპირებისამებრ ვაპირებთ მეტად ჩაუღრმავდეთ ღვინის ინდუსტრიას და ამ თემატიკას საქართველოში კიდევ ერთ ამ ინდუსტრიის პროფესიონალთან ერთად. Ყოველ 4 წლის დინამიკას რომ გადავხედოთ, საქართველოსთან ექსპორტზე გატანილი ღვინის 97% ბოთლის ღვინო გახლავთ. მისი დიდი ნაწილი წითელია. 2024 წელს ექსპორტირებული ღვინის 72%-მდე გახდა წითელი ღვინო. ზოგიერთი თქვენთაგანი მას შავ ღვინოს ეძახის, გემოვნების ამბავია, როგორც გენებთ. მაგრამ აი თეთრ ღვინოს რაც შეეხება, მისი წილი 26.5%-ია. და აღსანიშნავია, რომ ბოლო 4 კი არა 5 წლის განმავლობაში ყველა ტიპის წითელი, თეთრი, ვარდისფერი, ქარვა, ბოთლის ღვინოების ექსპორტი ცალსახად მზარდი იყო, თუმცა წითელი ღვინის ექსპორტი მაინც ყველაზე ნელი დაბალი ტემპით იზრდებოდა 4.8%. ეს დის ტემპსაც შეეხება. ამავე პერიოდში თეთრი ღვინის ექსპორტის ზრდის ტემპმა 8.4% შეადგინა, როზე, ეგრეთ წოდებული ვარდისფერი 19%, ქარვისფერი 15.6%. ანუ იდეაში რასაც დააკვირდა მარიამ ქოიავაც, BMG-ც, სავის გუნდის ანალიტიკოსებით, საქართველოს გლობალურ ტრენდს მიყვება. წითლის ჩანაცვლება ხდება თეთრი და ვარდისფერი ღვინოებით. ქართული ბოთლის ღვინის უდიდესი ნაწილი თქვენ საქმის კურსში ბრძანდებით რუსეთის ფედერაციაში იყიდება და ხედავთ ამას ყველაფერს ახლა ჩვენს გრაფიკაზე. 2024 წელს რუსეთის წილმა ექსპორტის ღირებულების დაახლოებით 67% შეადგინა. მეორე ადგილზე პოლონეთია 6%-იანი საექსპორტო წილით, ხოლო მესამე ადგილს უკრაინა იკავებს 4.4%. რაც არის საყურადღებო ბოთლის ღვინის ადგილობრივ ექსპორტში რუსეთის წილი არის მზარდი და 2019 წელს ის 61% შეადგენდა. შედარებისთვის ევროკავშირში ბოთლის ღვინის ადგილობრივი ექსპორტის წილი 12% იყო 2024 წლის მდგომარეობით, ხოლო 2019-ში 9%. დღევანდელი რუბრიკის საუბრის ძირითადი თემა სწორედ ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრებზე უფრო აქტიური გასვლა და დამკვიდრება იქნება. მარიამ ქოიავა ჩვენთან ერთად არის უკვე და ჩემთვის ასევე განსაკუთრებული პატივია წარმოგიდგინოთ ნუცა აბრამიშვილი, რომელიც შუხმან ჯგუფის გენერალური დირექტორი გახლავთ. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. მარიამ, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. არ ვიცი, რამდენად შევძელი, რომ ეს ყველაფერი სწორად გადმომეცა. გადასარევად. მაშინ თქვენგან შესავლისთვის აი როგორ შეიძლება შევაფასოთ ბრუნვის მხრივ დღეს არსებული საექსპორტო ბაზრები ღვინის წარმოების დარგისთვის. და მე უკვე მოცა თქვენგან გარგულებაში. მივესალმები პირველ რიგში ჩვენს მაყურებელს. ბრუნვის კუთხით, რადგანაც უკვე მეორე რუბრიკაა, რაც უთმობთ ღვინოს დროს და ეს არ იქნება ბოლო. არ არის ეს ბოლო. ზოგადად 2024 წლის ექსპორტი ჰქონდა 271 მილიონი აშშ დოლარი. აქვე ვხედავთ კონცენტრაციას, როგორც ახსენე, ძალიან დიდ 67%-იან რუსულ ბაზარზე. ტოპ 3 ქვეყნები რუსეთი, პოლონეთი და უკრაინა არის. უკრაინა იყო მეორე ადგილზე ომის დაწყებამდე და შემდგომ ჩანაცვლდა. თუმცა ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ორი ძალიან საინტერესო ქვეყანა ექსპორტის კუთხით, ეს არის ყაზახეთი და ეს არის ჩინეთი. ყაზახეთის ბაზარზე ქართული ღვინო კარგად იყიდება, დაახლოებით 11 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში ჰქონდა ექსპორტი და რაც არის საინტერესო ტრენდი, რომ საშუალო ბოთლის ფასი ყაზახეთში არის საშუალოზე მაღალი. თუ საშუალო გვაქვს 2.2 დოლარი ბოთლზე, 2.4 დოლარის ფარგლებში არის ყაზახეთში. შესაბამისად, შეიძლება ბაზარი არ იყოს ტოპ, თქვათ, 3-ში, მაგრამ ფასის კუთხით საკმაოდ საინტერესო ტრენდი შეინიშნება. და ასევე ჩინეთზეც უნდა ვახსენოთ შემდეგი რამ, რომ ჩინეთში საკმაოდ
კარგი ტემპით დაიწყო ქართული ღვინის პოპულარიზაცია 2019 წელს. 19 წლიდან ჰქონდა ექსპორტი 18 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში, თუმცა ეს ექსპორტი 2024 წლის მდგომარეობით არის განახევრებული. მაშინ, როდესაც ჩინეთშიც საშუალო ფასი ბოთლზე ჰქონდა საკმაოდ მიმზიდველი. ამიტომ საინტერესო არის შევხედოთ თუ საერთოდ სად ვართ საექსპორტო ბაზრების კუთხით დღეს, რა შეიძლება გავაკეთოთ უკეთ. ამიტომ მოვიწვიეთ ნუცა აბრამიშვილი, რომელიც წარმოადგენს, არც ჩემი აზრით, ამ დარგის ერთ-ერთ გამორჩეულ ექსპერტს და ასევე შედეგად დადებული ფაქტებით შუხმან ვაინსის კუთხით, რაც ერთ-ერთი ყველაზე დივერსიფიცირებული ბაზრების მქონე ღვინის ექსპორტიორი კომპანია ჩვენთვის, ამიტომ ნუცა დიდი მადლობა სტუმრობისთვის პირველ რიგში. დიდი მადლობა შეფასებისთვის, მივესალმები მაყურებელს. რასაკვირველია, მონაცემები ცხადყოფს, რომ ნამდვილად მეტი და მეტი არის სამუშაო პოპულარიზაციის კუთხით, იმისათვის, რომ სხვა მეტად მწყიდველობით უნარიან ბაზრებზე ასევე დავამკვიდროთ ჩვენი სახელი და წარუდგეთ, რომ რასაკვირველია მეტი და მეტი შემოსავალი მიიღოს ქვეყანამ, რომელიც შემდგომ უკვე ჯაჭვური პრინციპით ნაწილდება კეთილდღეობის სახით უკვე ჩვენს მოსახლეობაზე. ნუცა, ჩაგეკითხებით აქ თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, სად ვიყიდებით დღეს, ეს უკვე ფაქტია, ვიცით. ნაწილი ქვეყნების შეიძლება არც მოგწონდეს დიდი დამოკიდებულება მათზე და ამას ცოტა ხანში შევეხებით, მაგრამ პირველი კითხვა ჩემი იქნებოდა შემდეგი, რა იქნებოდა ის სასურველი ქვეყნები, სადაც ქართული ღვინო უნდა იყოს უფრო მეტად წარმოდგენილი და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ თქვენი აზრით. რასაკვირველია, მსყიდველობით თუ მეტად მსყიდველობით უნარიანი ბაზრები ქართული ზოგადად ეკონომიკური მიმართულებებისთვის და წარმოებული პროდუქციისთვის თუ სერვისისთვის არის მნიშვნელოვანი, აქვე ვიტყვი როგორც ტურიზმი, ასევე ღვინო, იმიტომ რომ ქვეყანა მიიღოს შემოსავალი შესაბამისი, რაც წეგან ვახსენე. აქედან გამომდინარე, ტოპ ბაზრებში აუცილებლად გადალაგდება, ოღონდ ეს საშუალოვადიანი პროცესია სავარაუდოდ, იმიტომ რომ რიგი ღონისძიებები დაწყებულია და ეს არის გრძელვადიანი პროცესი, ამას ჩვენ ვერ მივიღებთ ესეთ სასურველ შედეგებს ძალიან მალე. შესაბამისად, აქ საუბარია უფრო აზიის მიმართულებაზე, იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებზე. იგივე დასავლეთ ევროპის ქალაქებზე, იქიდან გამომდინარე, რომ იქ შეინიშნება ეკონომიკური აქტივობა, მომხმარებელთა შორის მზაობა ღვინის მირთმევის. თქვენ ძალიან საინტერესოდ ახსენეთ, რომ მსოფლიო ტენდენციები იცვლება ღვინის კუთხით, გემოვნების კუთხით, შესაბამისად, მსოფლიო მომხმარებელიც იცვლება, როგორც თვისობრივად, ასევე შემოსავლის კუთხით, ამიტომ ისინი უფრო ორიენტირდებიან მაღალი კლასის ღვინოებზე, შესაბამისად მაღალი ღირებულების, მაშინ როდესაც 10 წლის წინ იყო უფრო ინდუსტრიული, ანუ ძირითადი საბაზისო ღვინოებზე მოთხოვნა, ეს მოთხოვნა მცირდება, ანუ გადადის უფრო მაღალ კლასში, შესაბამისად ის ბაზრები სწორედაც რომელიც აფასებს ქართულ ისტორიას, ასე ვთქვათ, მიდენტობას და მასის აინტერესებს, ზუსტადაც რომ ეს არის ჩვენი მიზანი, რომ მეტად მსყიდველობით უნარიანი რეგიონები იყოს ჩვენი ძირითადი, ასე ვთქვათ, საექსპორტო პარტნიორები. შვენიერი. აქვე უნდა შევეხოთ რუსეთში წარმოებულ ექსპორტზე, რომელიც საკმაოდ მზარდი ტრენდით არის და დღეს მთლიან 271 მილიონ აშშ დოლარში 68%-მდე უჭირავს. რამდენად თქვენი აზრით ამ სფეროში მოღვაწე კომპანიის აზრით საგანგაშოა ეს მაჩვენებელი და რა იქნებოდა ის დავარქვათ ნორმალური მაჩვენებელი, რაც შეიძლება რუსეთის ფედერაციაზე მოდიოდეს ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით. ამ თემაზე ალბათ არაერთხელ გვისაუბრია, რომ რა შეიძლება მოხდეს, როგორ შეიძლება ჩანაცვლდეს რუსეთი. უპირველეს ყოვლისა, რუსეთის ბაზარი ქართული მეღვინეობისთვის არის მარტივი ბაზარი, გამომდინარე იქედან, რომ რიგი ღონისძიებები, ზოგადად როგორიც არის მარკეტინგული საქმიანობა, არ არის თამდევი პროცესი რუსეთში, იმიტომ რომ ქართული ღვინის ცნობადობა იქ არის უმაღლეს, ასე ვთქვათ,
ეტაპზე. შესაბამისად, ქართველი მწარმოებლისთვის მარტივია ამ ბაზრის დამკვიდრება და მეტნაკლებად რაღაცა კონკურენციის გაწევა, იმიტომ რომ საქართველოს და ქართული ღვინო და პროდუქტები არის ოდითგან ცნობილი. ეს ერთი ბაზრის სიმარტივე, მეორე საკითხი რაც დავშათ სასურველია, რასაკვირველია დივერსიფიცირების კუთხით აქ არის ძალიან დიდი ჩამორჩენა, რაც სავალალო შედეგებამდე შესაძლოა მიგვიყვანოს, როდესაც თუ მოხდა სხვადასხვა, ასე ვთქვათ, გარე ფაქტორებისგან მიღებული ზიანი, რასაც რასაკვირველია სექტორი ვერ გაუძლებს, ეს არის ძალიან ცუდი და სარისკო, მაგრამ რასაკვირველია შესაძლებელია ჩანაცვლება, აი იმ ჩემს მიერ ნახსენებდა იმ დიდ ქვეყნებზე, იგივე შეიძლება იყოს ინდოეთი, თუ ჩვენ მასშტაბურ რეგიონებზე ვისაუბრეთ და თუ შევატარეთ რუსეთის, ასე ვთქვათ, ბაზრის მოცულობა, იმიტომ რომ აი მაგალითად ინდოეთის ბაზარი ეხლა ამ ეტაპისთვის არის ცოტა ესეთი ოცნების სფერო, მაგრამ აქ დაწყებული გვაქვს, ქვეყანას დაწყებული აქვს სხვადასხვა სახის, ასე ვთქვათ, სავაჭრო მიმართულებებზე მუშაობა და ნომერ პირველი, რომელიც დააჩქარებს პროცესს, ეს იქნება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების არსებობა, რომელიც არ ვიცი რა პერიოდში უნდა ველოდოთ. ესეც გრძელვადიანი პროცესია, ცხადია. და თქვენი შეკითხვა, რაც შეეხება რა ნიშნულზე უნდა დავიდეთ, გიორგი მახსენა, მსოფლიო ტრენდი, ევროპის წილი, მთლიან, ასე ვთქვათ, წარმოებულ პროდუქციაში რუსეთთან მიმართებაში ის იყო 10%-მდე. შესაბამისად, ალბათ სწორი და ასე ვთქვათ, სასურველი დივერსიფიკაციის ფარგლებში 10%-მდე რომ იყოს გადანაწილებული, ეს იქნება ძალიან სწორი. თუმცა ამას სჭირდება მუშაობა, ეს არის გრძელვადიანი პროცესი და ეს არის მიღწევადი, რაც ყველაზე მთავარია. ძალიან საინტერესო პერსპექტივა გვაჩვენეთ და ბოლო კითხვა, რაც მინდოდა დამესვა, ეხება შემდეგ საკითხს. ძალიან ხშირად მეწარმოებისგან, მწარმოებლებისგან ჩვენ გვესმის ეგრეთ წოდებული წურხილი ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართ განხორციელებული ქმედებების ეფექტურობაში. მაგალითად, რამდენად ეფექტურია გამოფენები, რამდენად ეს ერთჯერადი დავარქვათ ინტერვენცია ერთხელ წელიწადში სადღაც გამოჩენა, ძალიან ხშირად ამბობენ, რომ ეფექტურობის კუთხით არის საკმაოდ დაბალი. ვინაიდან თქვენ კომპანიას აქვს ძალიან დიდი გამოცდილებაც და წარმატებაც ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით, რას ურჩევდით იქედან, რაც უკვე გაგიკეთებიათ და გაუმართლებიათ, ძალიან კონკრეტული რჩევები გვინდა რომ გაუზიაროთ ამ შემთხვევაში მეწარმეებს, იმისათვის რომ მიყვნენ და თანმიმდევრულად არა ვთქვათ იმ მარტივ ბაზარს, სადაც უკვე ქართული ბრენდი არსებობს და იქ გავაგრძელოთ მეტის გაყიდვა, არამედ ახლის გახსნაში რა არის ნაცადი პრაქტიკები თქვენი გამოცდილებიდან? უპირველეს ყოვლისა, გამოფენების, მსოფლიო მნიშვნელობის გამოფენები ძალიან მნიშვნელოვანია, იქ წარდგინება, რასაც რასაკვირველია სექტორი ერთობლივად ახორციელებს. სულ მარტო ამ თვეში იყო ორი მნიშვნელოვანი გამოფენა, ერთი ევროპის მიმართულებით, ეს იყო პროვაინი და მეორე ჩინეთი, სადაც ასევე ჩვენს კოლეგა წარმოებლებთან ერთად ვიღებდით მონაწილეობას. აქ მნიშვნელოვანია ერთი ის ფაქტი, რომ სექტორი ერთობლივად არის, ესე ვთქვათ, წარმოდგენილი ამა თუ იმ გამოფენაზე, რომ ამით ჩვენ ვაჩვენებთ მსოფლიო მომხმარებელს საქართველოს, ასე ვთქვათ, ქართულ ღვინოს როგორც პროდუქტს და ეს ერთობლივი წარდგინება ხდება ყოველ წელს რამოდენიმე მნიშვნელოვანი გამოფენით. ჩვენ შემთხვევაში ეს არის ორი მნიშვნელოვანი აღონისძიება, ეს არის ევროპის მიმართულებით და ასევე აზიის მიმართულებით. რასაკვირველია, მარტო გამოფენა ამ მხრივ, მაგრამ ეს არის პირველი მიმართულება, მეორე მიმართულება და შემდგომი მიმართულებები, რომელიც ასევე ქართული ღვინოს პოპულარიზაციაში ეხმარება, რაც პერსპექტივაში ნიშნავს გაყიდულ და გადატვირთულ პროდუქციას ექსპორტზე, ეს არის უკვე ამ შემთხვევაში სხვა ეკონომიკური სფეროების სტაბილურობა, ჩვენი პოზიციონირება საერთაშორისო არენაზე, ტურიზმის მაღალი მაჩვენებელი, აი ეს ყველაფერი ერთობლივად კავშირში. ამიტომ აი არ არსებობს კონკრეტული რაღაცა რეცეპტი თუ როგორ შეიძლება პირველ რიგში რა თქმა უნდა პროდუქტი არის შეფუთული და ამაზე უკვე შევთანხმდით რომ ქართული ღვინო ჩამოყალიბდა როგორც უმნიშვნელოვანეს უსერიოზულეს პროდუქტად მსოფლიო
ასე ვთქვათ, გადმოსახედიდანაც და არა მხოლოდ ჩვენთვის, მან დაიკავა სოფლიო რუკაზე მნიშვნელოვანი ადგილი, მისი ავთენტურობით, მისი სხვადასხვა თვისებებით, რასაც ალბათ სხვა დროსაც მეც ვისაუბრებთ უკვე მის მახასიათებლებზე, თუ რატო როგორ ვუწევთ კონკურენციას, ესეც ამნიშნულოვანია და შემდგომ უკვე ყველაფერი ერთობლიობაში ეხმარება ამ სექტორს, როგორც ეს სექტორი ეხმარება სხვა ეკონომიკურ სექტორებს და მისი წვლილი შეაქვს ეკონომიკის განვითარებაში თუნდაც. შვენიერი, დიდი მადლობა ნუცა. ჩემი დასკვნა გიორგი არის ესეთი, რომ თანმიმდევრულად უნდა მივუყვეთ ყველა აქტივობას და ერთობლიობაში უკვე დივერსიფიკაციის უკეთესი სურათი გვექნება წლებთან ერთად. თუმცა კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ დავიხმარ და ამ უნარიც გავაკეთებ სულ რამდენიმე წუთის წინ, თუმცა აბრამიშვილის მიერ თქმულისგან, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტს თამაშობს მსყიდველობით უნარიანობა. რომელსაც ჩვენ ვერ გავაჩენთ, ეს მოთხოვნა მიწოდებით ხდება. ჩვენ შეიძლება მხოლოდ უკეთესი ფასის შეთავაზებით, მარკეტინგული წიაღსვლებით რაღაცები მოვახერხოთ, მაგრამ სპეციალურად რაიმე ბაზრის შექმნა, სადაც უნდა შევიდეთ, თუ იქ მსყიდველობით უნარიანობაც არ დაგვდა, იქნება რთული. და პროდუქტი შესაბამისი თავისი მოცულობებით. მადლობა დიდი. განსაკუთრებით ყველა იმ დეტალისთვის, რაზეც თქვენი რესპონდენტი საუბრობდა, მარიამ, თუმცა აბრამიშვილი დიდი მადლობა. და მარიამ იმ საინტერესო მიმართებისთვის, რაც ასევე გააკეთეს საექსპორტო ბაზრების მიმოხილვისას, განსაკუთრებით გულისხმობ აზიის მიმართულებითაც, იგულისხმება ყაზახეთის, ჩინეთის წყვილი, რომელიც ასევე საკმაოდ ზარდად გამოიყურება, აღარაფერს ვამბობ ინდოეთზე, რომელიც სულ რამდენიმე წელიწადში ვეთანხმები ნუცას მსოფლიოს ერთ-ერთი ტოპ ეკონომიკა გახდება, თუ არ გადაასწრებს ყველას. მარიამ ქოიავა, სავის მმართველი პარტნიორი და რუბრიკის ავტორი, რუბრიკა 360 გრადუსი ბიზნესის და ნუცა აბრამიშვილი, შუხმან ჯგუფის გენერალური დირექტორი.